საქართველოს ბიზნეს ასოციაციას კიდევ ერთი ახალი წევრი ჰყავს. ასოციაციას შეუერთდა McInerney Hospitality International Georgia, რომელიც საერთაშორისო მენეჯმენტ კომპანია გახლავთ და საქართველოში როგორც ადგილობრივი, ისე გლობალური ბრენდების სასტუმროების გახსნისთვის მომზადებას და შემდგომ მათ მართვას უზრუნველყოფს. კომპანია ფლობს მაგალითად ისეთი საერთაშორისო ბრენდების მართვის ლიცენზიებს, როგორებიც არის Marriott International, Hilton, Wyndham Hotels and Resorts და ასევე Best Western. მისი ხელმძღვანელობით ქართულ ბაზარზე შემოვიდა და გაიხსნა არაერთი მნიშვნელოვანი ობიექტიც საერთაშორისო. აი სხვა დეტალებს კი როგორც კომპანია McInerney-ზე, ისე ასოციაციასთან თანამშრომლობაზე უკვე სტუმრებისგან მოვისმენთ. საქმიან დილას შემოვერთდნენ ლევან ვეფხვაძე, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი და ასევე მაია წერეთელი, McInerney Hospitality International Georgia-ს ვიცე-პრეზიდენტი. დილამშვიდობისა. მოგესალმებით. ლევან, ამ კვირა ბოლო ორი კვირა უკვე მესამე სტუმრობა არის თქვენი მესამე კომპანია ბოლო 14 დღეში, რომელიც შემოიერთა ბიზნეს ასოციაციამ. თუმცა დღეს ვსაუბრობთ საკმაოდ მასშტაბურ, ძალიან მსხვილ კომპანიაზე, ბევრი საერთაშორისო ბრენდით. რას ნიშნავს ეს თანამშრომლობა და რას გულისხმობს ასეთი კომპანიის წევრობა? მადლობა პირველ რიგში დილამშვიდობის. დილამშვიდობის. მე წინაზეც და იმის წინაზე შეხვედრის დროსაც ერთი და იგივე თქვი, რომ ძალიან ვთქვათ, მრავალფეროვანი ხდება ასოციაციის პორტფელი, ეგრეთ წოდებული პორტფელი წევრების, უბრალოდ ის სექტორები, რომელსაც ასოციაციის წევრი კომპანიები წარმოადგენენ და ამ შემთხვევაში McInerney Hospitality International-ის გაწევრიანება იმდენად მნიშვნელოვანია, რამდენადაც ეს არის იმ სტანდარტების შემოტანი ქვეყანაში, რომელთაც დღეს ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი სასტუმრო ოპერირებს და რაც ძალიან მნიშვნელოვანია სტუმართმასპინძლობის სექტორისთვის, იმისაც რომ გარკვეული კატეგორიის ვთქვათ, ვიზიტორები მოვიზიტოთ ქვეყანაში, იმიტომ რომ სხვანაირად ახლა ტურისტული ინდუსტრია ვერ განვითარდება, თუ არ იქნება ესეთი ეგრეთ წოდებული ჩეინები, ჯაჭვები, როგორც უწოდებთ ხოლმე, ქსელები, უბრალოდ ცნობილი მსოფლიო ბრენდები, იმიტომ რომ ეს ძალიან ბევრი ტურისტი კითხულობს ქვეყანაში, რა ტიპის სასტუმროებია, რა ტიპის ბრენდებია წარმოდგენილი და ამის მერე იღებს ხოლმე ხანდახან გადაწყვეტილებას ვიზიტის, იმიტომ რომ თუ არ იქნა ეს წარმოდგენილი, ესე იგი ქვეყანა არ წარმოადგენს იმ ეკონომიკურ ან იმ ვთქვათ, დონეს მისთვის, სადაც შეიძლება ჩახვიდე და იმოგზაურო. აქედან გამომდინარე, ქვეყანაც სხვა სახის ტურისტსაც იღებს ამ შემთხვევაში. რა თქმა უნდა. მეორე მხრივ ჩვენ ხედავთ, რომ ძალიან აქტიურად ვითარდება უძრავი ქონების ბაზარი და ძალიან ბევრი მსურველია, რომელსაც აქვს ამ უძრავი ქონების, ასე ვთქვათ, ბაზარზე სურვილი იმისა, რომ სწორედ წავიდნენ არა ჩვეულებრივი ბიზნეს ოფისების ან საცალო გაყიდვები, ეგრეთ წოდებული საყოფაცხოვრებო, ვთქვათ, ბინების გაყიდვების ნაწილში, არამედ წავიდნენ ეგრეთ წოდებული უძრავი ქონება, რომელიც პირდაპირ მუშაობს აი ამ სტუმართმასპინძლობის სექტორში. შესაბამისად, მათთვის ასეთ ტიპის სერვისის მიწოდება ქვეყანაში არის ძალიან მნიშვნელოვანი, ანუ პროვაიდერი, რომელიც შესაბამისი ცოდნის და უნარების მქონე, ვთქვათ, პარტნიორი გახდება ყველა ამ ტიპის კომპანიისთვის და შესაბამისად გვექნება მეტი და მეტი საინტერესო ადგილი იმისათვის, რომ სტუმარი დავჩამოვიყვანოთ და დავასვენოთ. ნამდვილად. კიდევ ერთხელ დილამშვიდობისა ქალბატონო მაია, პირველ რიგში თქვენგან მინდა მოვისმინოთ და ჩვენმა საქმიანმა მაყურებელმა მოისმინოს მეტი McInerney-ზე კომპანიაზე, რომელიც ჩვენ შესავალში ვახსენებთ თუ რა საერთაშორისო ბრენდებს აერთიანებს. როგორი არის თქვენი მუშაობის, ესე რომ ვთქვათ, სპეციფიკა? მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. პირველ რიგში გეტყვით, რომ ჩვენი ძირითადი საქმიანობა ეს არის სასტუმროების მენეჯმენტი და სასტუმროების გახსნისათვის მომზადება. ეხლა ვაპირებთ ტურიზმის სფეროში განათლების მიმართულებითაც ასევე საქმიანობას, მაგრამ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სასტუმროების ნაწილი, ვინაიდან როდესაც საერთაშორისო ბრენდები, რაზეც ლევანმა ისაუბრა, შემოდიან საქართველოს ბაზარზე და მით უმეტეს ფრანშიზის ხელშეკრულების ფარგლებში, მათ ჭირდებათ კომპანია, რომელიც მათ სტანდარტებს დააკმაყოფილებს და შეძლებს მათი მომსახურებების და ზოგადად სერვისების ისეთი ფორმით გაწევას საქართველოში, როგორც მათთვის მისაღებია. აქ საუბარია როგორც საერთაშორისო სტანდარტებზე, ასევე გახსნისათვის მომზადებაზე, არქიტექტურა, დიზაინი, თითქმის ყველა ეტაპზე ვართ ჩართული. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბრენდთან ისეთი საკითხების შეთანხმება, რომელსაც ბრენდი მოითხოვს და აქ საინჟინრო კუთხით გჭირდება
ზედამხედველობის გაწევა გვჭირდება, სუსტი დენების, თითქმის ყველა სამშენებლო კუთხით და ბევრი არქიტექტორი და დიზაინერი, რომელიც საქართველოს ბაზარზეა, ეხლა უკვე გადართულია სასტუმროების დიზაინზე და საკმაოდ საინტერესო სამუშაო გვიწევს ეს გახსნამდე მიყვანა სასტუმროს. რაც შეეხება გახსნის შემდგომი მართვა, აქ ბუნებრივია მუშაობთ ამ საერთაშორისო ბრენდების მოთხოვნით. ცხადია დიდი განსხვავება იმას შორის სასტუმრო ფრანშიზის ხელშეკრულებით მუშაობს თუ მენეჯმენტის ხელშეკრულებით არ არის, ვინაიდან ბრენდი მოითხოვს, რომ მათი სასტუმროები ერთი და იგივე სტილით უნდა იმართებოდეს. შესაბამისად, ჩვენ ვაკეთებთ ამ მომსახურების უზრუნველყოფას და მაგალითად მერიოტის ქსელი საქართველოს როგორ პასუხობს ხოლმე ქალბატონმა ასეთ სტანდარტებს და იმ მოთხოვნას, რასაც საერთაშორისო ბრენდები ითხოვენ ვიდრე შემოვლენ. ვინაიდან ჩვენ უკვე 2016 წლიდან ვახორციელებთ საქმიანობას, იყო რაღაც გამოწვევები ამ მიმართულებით, განსაკუთრებით არქიტექტურის და დიზაინის ნაწილში. მოგეხსენებათ, ჩვენ გვყავს ძალიან ნიჭიერი არქიტექტორები და დიზაინერები, თუმცა სასტუმროს მიმართულება არ იყო მათი ძირითადი საქმიანობა, მაგრამ ეს ყველაფერი ახლა ისე შეითვისეს, რომ ბევრი მათგანი უცხოეთის ბაზრებზეც უწევს კონსულტაციას და საქმიანობას ამ ცნობილ ბრენდებს. საკმაოდ საინტერესოა ეს სამუშაო. როგორ უყურებთ თქვენ ბიზნეს ასოციაციასთან თანამშრომლობას, აი ამ პარტნიორობას, რა მოლოდინები გაქვთ წევრობისგან ასოციაციაში, რომელიც ძალიან ბევრ ბრენდს, კომპანიას და მათ შორის იმ კომპანიებსაც აერთიანებს, რომელიც თქვენთვისაც საინტერესო იქნება. ცხადია, პირველ რიგში მოგეხსენებათ, ეს არის ტურიზმის სფერო და ჩვენ წარმოვადგენთ ტურიზმს, რომელიც წამყვანი დარგია საქართველოსთვის, ამიტომ ვფიქრობ, რომ ჩვენი ჩართულობა იმ ნიუანსებში, რა გცოდნათ ჩვენ დავაგროვეთ წლების მანძილზე, საინტერესო იქნება ასოციაციისთვის და ასევე ჩვენთვის ძალიან საინტერესოა ის ურთიერთობები, კავშირები და ზოგადად პლატფორმა, რასაც ბიზნეს ასოციაციას თავაზობს ზოგადად წევრებს და საინტერესო თანამშრომლობა გვექნება. დარწმუნებული ვარ. მადლობა სტუმრობისათვის. ლევან, მადლობა. მადლობა. გელოდებით შემდეგ კვირაშიც კიდევ ერთი ახალი წელი. სიამოვნებით. მადლობა. ლევან ვებხაძეს. იმედებს არ გაგიცრუებთ. დარწმუნებული ვარ. ლევან ვებხაძეს მასპინძლობდით საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი და მაია წერეთელი. მაკინენი ჰოსპიტალიტი ინტერნეშნალ ჯორჯიას ვიცე-პრეზიდენტი იყვნენ. საქმე ინდილას ეთერში